წმინდა 100.000 ქართული მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უტატაშვილი დილომშვიდობისა. სახარების განმარტავთ. მადლობა. შევახსენებთ მსმენელს, რომელი სახარება იკითხება და შემდგომ შინაარსი და განმარტება. ეს არის ლუკას სახარების მეხუთე თავის დასაწყისი და ეს ძალიან ყველა სახარებას ვერ იტყვი რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ყველაფერი მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით საკვირაო სახარებები ეკლესია მისე შეარჩია ღვთისმადლით, რომელიც განსაკუთრებულია. აი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების გზამკვლევით იყოს, აი რაღაცა გზაჯვარედინზე გვიხემძღვანელოს, გზის არჩევის დროს გვიხემძღვანელოს, ცხოვრების დასაწყისში თუ შუაში თუ შეცდომებში თუ ბედნიერების დროს სწორი მიმართულებები მოგვცეს. და ეს სახარება ძირითადად ეს არის ქადაგება ღვთისა და მოქმედება ღვთისა, რომელიც ადეკვატურად უნდა აღიქვას ადამიანმა და ადეკვატურად უნდა შეძლოს ღმერთთან ურთიერთობა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანთა უმრავლესობა ღმერთს აღიქვამს არაადეკვატურად. ახლა ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ახლა წმინდა ნიკოლოზის სანტა-კლაუსად არის ქცეული და ხან რას ჩააცვამენ და ხან როგორ გამოხატავენ და კოკა-კოლას ბოთლებზეც იხატება და სურვილის ამსრულებლად არის მიჩნეული წმინდა ნიკოლოზი და შენ როგორც გინდა იცხოვრე, მაგრამ ღმერთი ყოველთვის რო შეგეწევა, აი ეს არასწორი შეხედულება აქვს სამყაროს დღეს. და ალბათ ყოველთვის იყო ასეთი და აი ჩვენ ქრისტიანებს ყოველთვის გვახსენებს ეკლესია და პირველ რიგში თვითონ ღმერთი, როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრება, შენი დამოკიდებულება ღმერთისადმი და ამ სახარებაშიც ეს ძალიან კარგად ჩანს. აქ ჩანს პეტრეს, იაკობს და იოანეს, ანუ მომავალ მოციქულებს, მაშინ მეთევზეები იყვნენ, ერთად შრომობდნენ. ანუ ეს სამი ადამიანი, საერთო ის ჰქონდათ ეთყობა შრომა, იმიტომ რომ მეთევზეობა მარტო ძნელია და რაღაცა ეთყობა კავშირები არსებობდა. და ეს ორი ნავი დგას ნაპირთან და ამ დროს ქრისტე ქადაგებს. უამრავი ხალხია მოსული ქრისტეს მოსასმენად. საერთოდ ღმერთი ყველას აღაფრთოვანებდა. ანუ ღმერთის სიტყვა ყველას აინტერესებდა, გრძნობდნენ რომ ასე არავინ არ ლაპარაკობს როგორც ეს ლაპარაკობს, გრძნობდნენ რომ მისი შეხებით იკურნებოდნენ, გრძნობდნენ რომ დიდი მადლი გამოდის მისი სიტყვითაც კი და ჩვენ ხო ვიცით რომ ადამიანი აფრქვევს ენერგიებს და ეხლა რომ ქრისტე რომ იყო განხორციელებული რა ენერგიები და რა მადლი იქნებოდა მისი ირგვლივ და ხალხს რა თქმა უნდა დიდი ინტერესი იწვევდა. და აი, როდესაც სანაპიროზე არის, მას ავიწროვებენ უკვე ძალიან დიდი ხალხმრავლობა. ახლა ეს სამი მოციქული გაზ და გამოსული არიან, მთელი ღამე ითევზავეს, დაღლილები არიან, გულკატეხილნი არიან, რომ ვერაფერი მოინადირეს ალბათ, იმიტომ რომ ისინი ამ თავის შრომით არ ჩენდნენ თავიანთ ოჯახებს. არაფერი არა აქვთ, რომ სახში წაიღონ. გამოსულები არიან და რეცხავენ ბადეებს. ამ დროს აქვე ქრისტე ქადაგებს და ესენი ბადეებს რეცხავენ. დაღლილები და ასე შემდგომ. და ქრისტე თვითონ მიდის პეტრესთან და ეუბნება, რომ მოდი ნავი შეიყვანე ცოტა მცირედით ტბაში, რომ ქრისტემ თავისუფლად იქადაგოს. ქრისტე პეტრე რა თქმა უნდა დაღლილიც არის, იმედგაცრუებულიც არის, ალბათ რა ვიცი, რაზე ფიქრობს, დამძიმებული ერთი სიტყვით. ხედავთ ამისა მიიღო უფალი, შეიყვანა და არ იცის რომ ღმერთია. არ იცის რომ ღმერთია. იცის რომ დიდებული ადამიანია და ასე შემდგომ ალბათ. მაგრამ არ იცის რომ ღმერთია და აი შეიყვანა და ქრისტე ქადაგებს. და ამას პეტრეც უსმენს. სიტუაცია რო წარმოვიდგინოთ. უფალი როდესაც ქადაგებას მორჩა, პეტრეს ეუბნება, რომ ღრმად შეიყვანეო ნავიო და ბადე გადააგდეო და პეტრე ახლა მეთევზია, ანუ პროფესიონალი ამ საქმის. და ყველა მიცის, რომ თევზი კარგად იჭირება ღამე, დილას, ადრე, დილის საათებში და თუ ამ დროს ვერ დაიჭირე, მერე თევზი ღრმად მიდის და საერთოდ ვეღარ დაიჭერ. და სწორედ ამას ეუბნება პეტრე, მთელი ღამე ვითევზავეო, ვერაფერი დავიჭირეო და ეხლა შენი სიტყვით გადავაგდებო ამ ბადესო. გადააგდო ბადე და იმდენი თევზი მოყვა,
რომ ესე იგი სკდებოდა ბადე ვერ უძლებდა აი ამ დიდ თევზის რაოდენობას. ეს იყო ხილული სასწაული პეტრესთვის. და ყველა მეთევზე მიცის ეს, რომ ამდენი თევზი არ შეიძლება ბადეში რომ მოყვეს. ნუ გაეხვეს 5 თევზი, 6 თევზი ან 10 თევზი თუ კარგი ის არის, მაგრამ ამდენი წარმოუდგენელია. და ეს ახლა წარმოიდგინეთ ერთ ნავში ზიხარ ღმერთთან ერთად, როგორი ენერგია, როგორი მადლია, როგორი ქცევა, ამას ხედავ პირდაპირ. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, აურაცხელი ადამიანი ისმენს ნაპირზე. და პეტრე თითქოს არ ისმენდა, მაგრამ ღმერთთან აღმოჩნდა ერთ-ერთზე ნავში. განსაკუთრებულია პეტრეს ქცევა და სხვანაირია ამ უამრავი ხალხის სმენა ქცევა, იმიტომ რომ ისინი უსმენენ ქრისტეს, უსმენენ, მაგრამ როგორც ჩანს, ცხოვრების წესს არ იცვლიან. პეტრემ კი საოცარი რამე თქვა, რომ ესე იგი ეს პეტრე არის ნიმუში პატიოსანი ადამიანის, აი როგორი უნდა იყოს ადამიანი, ამას თავიდანვე გვიჩვენებს მახარებელი. და ამ ფაქტს არ ტოვებს ყურადღების გარეშე. და აი პეტრე ასეთნაირად იქცევა, რომ შეურდაო მუხლთა ქრისტესაო, ან დაიჩოქა ღმერთის წინაშე და უთხრა, რომ მეო ისაო ცოდვილი ვარო და განვედო ჩემგანო. და ესე იგი არ ჩათვალა თავი ღირსად, რომ იყო. ეს თავის ღირსად არ ჩათვალა. შენ წარმოიდგინე შენი თავი, რომ ერთ-ერთზე აღმოჩნდი ღმერთთან. ეს რა არის? ხო, როგორია და ყველა თავისებურად იქცევა. სახარებიდანაც ხო ვიცით, ზოგი ანერწყებდა, ზოგი სცემდა, ზოგი უარყოფდა, ზოგი დასცინოდა, ზოგი გამოსცდიდა მას, ზოგი აბა შევხედოთ რა სიზამს და ასე შემდგომ და ეს განსაკუთრებული ადამიანები და უნდა ითქვას, რომ მცირეა ასეთი ადამიანების რაოდენობა, ერთ-ერთზე რო აღმოჩნდებიან ღმერთთან. რაღაცა ესე იგი დაგეგმილად, რაღაცა ეტიკეტით კი არ იქცევიან, რაღაცა მათგან რაც მოდის ისე იქცევიან და ამ პეტრესგან წამოვიდა რაღაცა დიდი სიყვარული და რაღაცა თითქოს არაჩვეულებრივი თუ არანორმალური თხოვნა. ესე იგი რამე კი არ თხოვა ღმერთთან ერთ-ერთზე ცდილობდნენ დარჩენას, რომ რაღაცას მიეღწია, ხა თანამედროვე ეპოქაშიცაა, ხო? ადამიანი ცდილობს, რომ ვიღაცა გამოიყენოს და მით უმეტეს ღმერთი და ხა სანტა-კლაუსი ვახსენეთ და ნუ აი ყველა ფერში უნდა რომ ღმერთი გამოიყენოს, როდესაც ხვდება რომ ღმერთის მოქმედება საჭიროა და კარგია მისთვის. და პეტრე საერთოდ სხვა რაღაცას ითხოვს, რომ არაფერს არ თხოვს ქრისტეს, ერთს ეუბნება, რომ გადიო ჩემგან, მე ცოდვილი კაცი ვარო. და წარმოიდგინეთ ესე იგი როგორი კეთილია შინაგანად, როგორი სუფთა, როგორი კაცურია, როგორი ისეთია რა, არავის გამოყენება რო არ უნდა და პირველ რიგში ღმერთის. და მე პეტრემ თავის ცხოვრებით დაამტკიცა, რომ არა თუ გამოიყენა ღმერთი რაღაცაში პირიქით, მან თავიც გასწირა მისთვის და მომავალ ბოლოს ჯვარზე გაკვრას რო უპირებენ პეტრეს, პეტრე ეუბნება, მე რა ღირსი ვარო, ასე ჩემი უფალივით გამაკრათო ჯვარზეო და ითხოვა, რომ უყუღმა მაცვითო ჯვარსო და პეტრე უყუღმა აცვეს ჯვარს და ასე აღესრულა. უბრალოდ განსაკუთრებული პიროვნებაა პეტრე. ამ დროს, ნუ არაფერი ისეთი მეთევზე გამოვიდა, ბადეს რეცხავს და ღმერთმა შენიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აღვნიშნოთ, რომ ღმერთი თვითონ მოდის შენთან. შენ კი არ მიდიხარ ღმერთთან, ღმერთი თვითონ მოდის შენთან და შენ როგორ მოიქცევი შენს პირად ცხოვრებაში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ აუცილებლად ჩვენ გვაქვს ხშირად მომენტები, როდესაც შეიძლება ხვდებით, შეიძლება ვერ ხვდებით, მაგრამ აუცილებლად ვგრძნობთ, რომ ესე იგი ღმერთი შემოვიდა ჩვენთან ურთიერთობაში. ამიტომ ამბობს წინასწარმეტყველი, მოიცალეთ და გულისხმა ყავთ რამე თუ მე ვარ ღმერთი. ადამიანს უმეტეს შემთხვევაში არ ცალია ღმერთისთვის, იმიტომ რომ უფალი ხო ამბობს აპოკალიფსში მე ვდგავარ კარებთან და ვაკაკუნებ, ვინც გამიღებს მე შემოვალ მასთან. და აი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში არ უშვებს თავისთან ღმერთს. და ამიტომ უნდა გქონდეს ის კეთილი თვისებები, რომლითაც ჩვენ ღმერთს შემოუშვებთ ჩვენს ცხოვრებაში, სურვილიც უნდა გქონდეს. თუ სურვილი აქვს ადამიანს, ის ლოცვებს იწყებს, მარხვებს იწყებს, ღმერთთან ურთიერთობას იწყებს და ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები და ღმერთმა ჩვენი სახითაც ამრავლოს ამ ქვეყანაზე
ღვთისმოყვარე ადამიანი. ძალიან საინტერესო ასპექტს გავუსვით რამდენჯერმე ხაზი მამალუკა, რომ ასობით და შეიძლება ათასობით ადამიანი ესაუბრება და უსმენს, პირობითად ესე ჩანს, უსმენს, პეტრი არ უსმენს, რაღაც თავის საქმით არის. და თითქოს ის ვინც უსმენს იმას ტოვებს მაცხოვარი და მიდის იმასთან ვინც იმ მომენტში არ უსმენს და შეიძლება ისე რომ პირდაპირ ხელსაც უშლიდეთ ჩვენ რომ ლაპარაკობდით და ვიღაც მოქმედებს გვეუბნებით ხოლმე გაჩერდი მაცადე რა ხდება რატომ მიდის პეტრესთან რატომ აჩენს პეტრეში ამ მომენტს რატომ აღძრავს და არა იმედში ვინც მისულია და თითქოს უსმენს ნუ ღმერთი რა თქმა უნდა ხედავს გულს და არა სახეს ჩვენგან განსხვავებით რა მომენტია ეს და შემდგომ მეუფლებრო შენიერი მებადური კაცთან პეტრი არის ძალიან მოვალეობის კაცი. მას ამ პერიოდისთვის ყავს მეუღლე და 3 გოგონა. ოჯახი ყავს თავისი და ის არჩენს თავისი შრომით. ეხლა წარმოიდგინეთ, ღამის შრომა განსაკუთრებულად რთულია. მთელი ღამე შრომობს თავისი მოვალეობის გამო. მერე ну ეს ნიუანსია მეთევზური ასე ვთქვათ რომ ბადე დროზე თუ არ გარეცხე ის შეიძლება აყროლდეს და ასე და მე აღარ ვარგოს და ანუ აი თა მოვალეობებს ასრულებს თავის მოვალეობებშია ის არ არის რომ აი ვთქვათ ღმერთი არ აინტერესებს ან რაღაც უბრალოდ ისეთ საქმეს აკეთებს რომელსაც ვერ გადადებ და ეს მისი პროფესიაა და ამით არჩენს ასე ვთქვათ ოჯახს მაგრამ აქ იკვეთება ორი რამ რომელიც მე პეტრემ დაინახა და ამან კიდე ცალკე აღაფრთოვანა პეტრე როგორია ცხოვრება მუშაობა შრომა შენი ნიჭის მიხედვით შენი საქმის მიხედვით როგორია მუშაობა როდესაც შენ მარტო ხარ და როგორია როდესაც ღმერთთან ერთად ხარ ეს სხვაობა პეტრემ დაინახა ეს სხვაობა დაინახა მარტო მთელი ღამე არა მარტო მან არამედ იაკობი და იოანე 3 მეთევზე მომავალი მოციქულები მთელი ღამე თევზაობდნენ ვერაფერი ვერ დაიჭირეს ეს ძალიან რთული საქმეა ეხლა როცა გასართობად თევზაობს კაცი და ხანდახან ღამესაც ათევენ ეს კიდე გასართობია და სახალისოა მაგრამ ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ეს ცხოვრების წესია და შენი ყოველდღიური შემოსავალი ამაზეა დამოკიდებული და არც გეხალისება და ალბათ ამ ძიმე ტვირთის ქვეშ არის ადამიანი არის მოქცეული ძიმე ტვირთის ფსიქოლოგიურად ძიმე ტვირთის ქვეშ როგორც იყო პეტრე და აი წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც ესეთი დაღლილია რომელიც ძიმე ტვირთის ქვეშ არის რომელიც თავის მოვალეობებს ასრულებს მის გულს ცალია ღმერთისათვის ესე იგი გარეგნულად შეიძლება ჩანს რომ ის თავის მოვალეობებს ასრულებს მაგრამ მის გულს ცალია ღმერთისათვის და სხვა შეიძლება ნუ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება ქრისტეს კითხვებსაც უსვამენ მაგრამ მათ გულს ღმერთისთვის არ ცალია და არც უშვებენ ღმერთს თავიანთ გულში მაგრამ პეტრე ეს განსაკუთრებული მოვლენაა და მოციქულები ზოგადად იმიტომ რომ ჩვენ გვასწავლის როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ გულს უნდა ეცალოს ღმერთისთვის პეტრე კი იყო დაკავებული საქმით მაგრამ მისი გული გახსნილი იყო ღმერთის მიმართ. აი ჩვენ ამას ეს მაგალითიც უნდა ავიღოთ პეტრესგან და ხარებელიც ამიტომ შემოინახა ეს ფაქტი და ქრისტეც იმიტომ მივიდა მასთან რომ დაგვანახოს პეტრეს გული მიუხედავად თავისი მოვალეობებისა და თავისი შრომისა და გარდა ამისა კი ჩვენც დაგვანახა და პეტრესაც როგორია ცხოვრება ღმერთთან ერთად და როგორია უღმერთოდ და ბარემ ბოლოშიც გადავალ როგორც მთავრდება ეს მომენტი სახარებისა ნაპირზე რომ ძლივს გამოიტანეს ეს ორი სავსე ნავი თევზი ძლივს გამოიტანეს ნავები ისე იყო რომ ლამის დაინთქმებოდაო ესე იგი ლამის იძირებოდა ნავები ისეთი დიდი იყო ეს ნანადირები და გამოიტანეს და ამას აღნიშნავს ლუკა მახარებელი ყველაფერი მიატოვეს და ქრისტეს გაყვნენ და ეხლა ეს იმხელა ქონება შეიძინეს უცებ იმხელა რომ ეხლა ელოდნენ რომ დაიჭერდნენ ალბათ ერთ 20 თევზს 30 თევზს და ის დღე უკვე ეკნებოდათ ცოტა სახში შეჭამდნენ ცოტას გაყიდიდნენ და ახლა იმდენი დაიჭირეს და ყველაფერი მიატოვეს ნავიც ბადის რეცხვაც არაფერზე აღარ ფიქრობდნენ ყველაფერი მიატოვეს და გაყვნენ ღმერთს. უბრალოდ ეს იმიტოა ნაჩვენები, რომ ნახე როგორი ადამიანები არიან. ჯერ ხო თავისი მოვალეობის ხალხია. თავის საქმე იციან, თავის ოჯახებს პატრონობენ, მაგრამ ღმერთისთვის მათ გულს ცალია.
და მიყვებიან ღმერთს და ქრისტე ასეთ რამეს ეუბნება რომ შენო ნუ გეშინიაო იქნებიო მებადური კაცთაო ანუ მრავალ ადამიანს ამოიყვანო ამ ქვეყნიური ასე ვთქვათ მორევიდან ამ ქვეყნიური ზღვიდან ნუ ზღვა სიმბოლურად წმინდა წერილში ვიცით რომ ნიშნავს ამ ქვეყნის თელსი ბინძურეს და იმ ბოროტებას რომელიც ითრევს ადამიანს და მიყავს ძირისკენ და აი მათი გადამრჩენელი იქნებიო და ანუ შენ პროფესია ხო გაქვსო ესო მაგრამ შენ სხვა ვინმე გახდებიო შენ რომელიც გულსაც ღმერთისთვის ცალიაო სულ სხვანაირი ადამიანი იქნებიო ჩემი სახელით იმოქმედებო ჩემგან იმოქმედებო და ესე იგი უამაროს სიკეთეს მოუტან კაცობრიობასო და ამას კაცობრიობისთვის სიკეთე ზოგადად მოაქვს ადამიანს რომლის გულსაც ღმერთისთვის ცალია თორემ ნუ ჩვენ ვიცით შეიძლება ამა ქვეყნის ძლიერი იყოს შეიძლება საერთოდ უსაქმური იყოს შეიძლება პატიოსანი მშრომელი იყოს შეიძლება უსაქმურიც იყოს მაგრამ მის გულს ღმერთისთვის არ ეცალოს თავარი სიკეთე სწორედ პეტრეს გულია რომელმაც ღმერთი როდესაც დაინახა, როდესაც იცნო ღმერთი, როდესაც იცნო და ჩვენ გვაქვს ესეთი მომენტები ცხოვრებაში, მით უმეტეს ქრისტიანები ვართ და ქრისტიანები რომც არ ვიყოთ და ვიყოთ სადღაც ველურები, სადღაც მცხოვრები, საერთოდ რო ქრისტეზე არაფერი გაგვიღოს, ღმერთი მაინც სტუმრობს ადამიანს. აუცილებლად გაქვს ისეთი მომენტი, როდესაც იცნობ ღმერთს და ჩვენ ვიცით რომ მრავალი წარმართი ცხონებულა და ქრისტეს გზას შედგომია. რაღაცა მომენტში მოგხედავს ღმერთი და ეს მომენტი უნდა გამოიცნო. შენ რომ იცნობ ღმერთს, როდესაც მიხვდები რომ ღმერთი შენთანაა, აი როგორ მოიქცევი, ამაზეა დამოკიდებული არა მარტო შენი ამ ქვეყნიური გზა, არამედ შენი მარადიული გზა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იქცევდნენ მოციქულები და თითქმის ყველა მოციქულის გამორჩევა არის სახარებაში შენარჩუნებული ეს იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად განსაკუთრებული ადამიანები რომლებიც იქცევიან ისე არაორდინალურად რომ სამაგალითონი არიან როგორ ყველაფერს ამ მათემოციკული მაგალითად საბაჟოზე ზის თავის სამსახურში ქრისტემ მივიდა და ეუბნება მომდებდი მე და მან იცნო ღმერთი ადგა და გაყვა ღმერთს სამსახურიც მიატოვა თავისი მოვალეობებით. საკმაოდ მაღალი თანამდებობა და ძალიან სრულყოფილი მატერიალური მდგომარეობა. და წავიდა ქრისტესთან და ასე შეიძლება ყველა მოციქულზე საუბარი. და ეს გვასწავლის იმას, რომ ანუ არ არის მთავარი ამ ქვეყნიური სიმდიდრე, არამედ მთავარია ის თუ საბოლოო ჯამში სულიერ ხურჯინში რას დავაგროვებთ, ასე ვთქვათ, ხო? შესაბამისად. შეიძლება ჩვენი გული ისე დაამძიმოს რაღაცამ, რომ ჩვენმა გულმა ვერასდროს ვერ მოიცალოს ქრისტესთვის. ვერასდროს. ამიტომ მთავარი არის ჩვენ გულში რა ხდება ზოგადად. მე აი სამურაების კანონებს რო ვკითხულობდი, გამაოგნა ერთმა მაშინ ესე იგი ყველაზე ძლიერი მეომარი არის ის, რომელსაც გულში აქვს მშვიდობა და მე ეს პირველად დავინახე ესე, რომ როგორ შეიძლება ხმალს იქნებდე და გულში მშვიდობა გქონდეს და თორმე ყველაზე ძლიერ მეომარს ასე ყავს გაწურთნილი თავისი თავი, რომ გულში მშვიდობა აქვს ყოველთვის. მაშინაც როცა ბრძოლაშია შესული და ახლა როცა მუშაობ, თქვათ, ან თოხნი, ან მანქანა დაგყავს, როგორ შეიძლება გულს არ ეცალოს ღმერთისთვის. თუმცა დღეს მამა ლუკა, თქვენ დღეს გაუსვით ხაზი იმას, რომ ტოვებმა ყველაფერს და სხვა მოციქულების მაგალითიც მოყავს და მიყვებიან ღმერთს, ხო? დღეს სხვანაირად ხვდებით, ეს ანიშნავს იმას ხადია, რომ საზრუნავი მივატოვოთ, ოჯახი არ ვარჩინოთ, ავი არ ვარჩინოთ, მაგრამ ხშირად ვიმართლებთ ხოლმე თავს, თუნდაც კვირაში ერთი დღე, მაგალითად კვირას, რომელიც ღმერთის დღეა და უპირატესია წირვა. არ მივდივარ და ვიმართლებთ, რომ მე სამსახური მაქვს, რაღაც გვიან დავწექი, დილა სადღაც უნდა წავიდე და ამით ვიმართლებთ თავს. და ღმერთს ვეუბნები თუ არს. ღმერთი გვეუბნება წირვაზე, მიიღე და სჭამე და ჩვენ ვეუბნებით, იცი რა, მე არ მინდა დღეს სჭამა და ზიარება, იმიტომ რომ სამსახური მაქვს, დაღლილი, ხასაწრუნავი მაქვს. სპაპირისპიროს ვისმენთ დღევანდელ სახარებაში და სახარებას ვისმენთ იმიტომ, მათ შორის თვისმსახურება და თქვენ ბრძანეთ, რომ სულიერი სარგებელი მივიღოთ ამისგან და მაგალითი მივიღოთ. კი, რა თქმა უნდა და ზოგადად მაგალითად ძალიან საინტერესო გვაქვს ჩვენ ქართველებს დღეები. ორ შაბათი, სამ შაბათი, ოთხ შაბათი. ფაქტიურად ყველგან შაბათი ფიგურირებს. შაბათი კი ნიშნავს განსვენებას, ანუ როდესაც უნდა შენ ღმერთთან
ესე იგი, რაღაცა ყველაფერი უნდა გადადო, აი ისრაელს მაგალი იუდეველებს დღეს მარტო შაბათს ქვია, შაბათი. ანუ იმ დღეს აქვთ განსაკუთრებული ყურადღება ღმერთისკენ მიმართული. მაგრამ ჩვენ ორშაბათით, სამშაბათით, ყოველდღე შაბათი გვაქვს თითქოს. ანუ სხვანაირად ვფიქრობთ, რომ ეს დასვენება და გართობას კი არ გულისხმობთ. ყოველდღე უნდა გქონდეს ღმერთთან ურთიერთობა. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პარასკევი. პარასკევი ბერძნული სიტყვიდან მოდის და მომზადებას ნიშნავს. ემზადები რაღაცა მნიშვნელოვანისთვის. და ეს მნიშვნელოვანი დგება სწორედ შაბათ კვირას. ამიტომ შაბათი, ისა კვირა, დილა შენი მომზადების ცენტრი უნდა იყოს. ესე იგი კვირა, დილა ეს არ არის, ჩვენ ახლა ესე აღვიქვამთ, რომ კვირა არის კვირის ბოლო. ორშაბათი, სამშაბათი შრომობ, ვიღლები და შაბათ კვირას მინდა დასვენება. არა და კვირა არის პირველი დღე. ნუ როგორც ძველად ერქვა, ერთ შაბათი. და დღეს ჩვენ ერთ შაბათს დავარქმევდით, იმიტომ რომ ორ შაბათი გვაქვს და სამ შაბათი და ერთ შაბათიც უნდა გქონდეს ლოგიკურად. მაგრამ კვირა ეს უკვე აღდგომის დღეა და ამიტომ ქვია კვირა ბერძნული სიტყვიდან მოდის, რომელიც აღდგომას ნიშნავს. ბერძნულათაც აღდგომა ქვია, რუსულათაც ვასკრესენიე ქვია და ნუ ქართულათაც აღდგომის დღე ქვია. მაგრამ ეს არის კვირის პირველი დღე. შენ კვირას იწყებ ღმერთის დიდებით. და ჩვენ ну, ეხლა ასე ვაზროვნებთ, რომ კვირას ვამთავრებთ ღმერთის დიდებით, არა და ესე არ არის. კვირა უნდა დავიწყოთ ღმერთის დიდებით. კვირას იწყება რაღაცა ახალი. ახალი კვირა მოდის. ამაზე მეტყველებს მთვარეც, მზეც, ამინდებიც, ამინდი ძირითადად აი სწორედ ამ დღეს იცვლება და ახალ კვირაში ახალი ამინდია ხოლმე. და მთვარის ფაზები ძალიან მოქმედებს ამაზე. მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა მოვემზადოთ ამისათვის. მე პირადად გამოცდილი მაქვს მოუნათლაობა და უწირველობა 23 წლამდე და ცოცხლად მახსოვს. და ეხლაც ვხედავ, უდიდესი მადლია კვირა დღეს. არაფრით არ შეიძლება კვირა დღე გააცდინო, აი არაფრით. პრაქტიკულიდან გამომდინარე, რაღაცა სულიერი თვალსაზრისით, აი კვირა დღეს ჩატარებული წირვა სულ სხვანაირია, აი ძალიან დიდია. თითქოს სამყარო დღესასწაულობს, თითქოს არა სამყარო დღესასწაულობს და შენც ხომ მისი ნაწილი ხარ და წირვაზე ჩვენ მარტო კი არ მსახურობთ, თქვა ადამიანები კი გასაგებია რომ იქ სასულიერო პირია, ის ტიქაროსანი, ეკლესიის მსახური და მრევლი. არა, ანგელოზებთან ერთად ხდება ეს. და სასულიერო პირი იქ საიდუმლო ლოცვაში, ერთ-ერთ საიდუმლო ლოცვაში ითხოვს ღვთისგან, რომ ანგელოზები შემოვიდნენ ჩვენთან ერთად, რათა ვადიდოთ იგი და ანგელოზებისგან ვისწავლოთ ღმერთის დიდება და ჩვენ ეს უნდა ვისწავლოთ. ამაზე დიდს უბრალოდ ვერაფერს ვერ შეძლებ და ესე იგი კი ღმერთი ადიდე, მაგრამ მენტალურად სულ სხვა იქნები, როდესაც შენ შეგიძლია დიდება ღვთისა და როდესაც შენ ხედავ საღვთო მადლს, როდესაც შენ ხედავ ღმერთს. და აი პეტრეც ამ შემთხვევაში ის განსაკუთრებულია, რომ ის ხედავს ღმერთს, იმიტომ რომ ის გულს ცალია ღმერთისთვის და თუ ღმერთისთვის გულმა არ მოიცალა, რა თქმა უნდა ღმერთს ვერ შენიშნავ, აი ეპირისპირო დაგიდგეს ღმერთი, ნუ გაიწიე, ნუ მეფარები ეტყვი. და ცხოვრებას ნუ მიშლის საერთოდ და ხო ვიცით რომ ადამიანებს გონიათ რომ ეკლესიაში სიარულით ესე იგი ცხოვრებას ხელი შეეშლება. არა და დღეს წაკითხვის კვირის სახარებაში ესეც ჩანს რომ როგორია შრომა მარტო როცა ხარ შენ ადამიანი შენ ძალებთან დარჩენილი და როგორია შრომა ღმერთთან ერთად. შედარება არ შეიძლება. ამიტომ თუ კვირას დაუთმობ ღმერთს ის 6 დღე, როდესაც შენი საქმე გექნება საკეთებელი, შენ დიდი ბარაკა გექნება და დიდი დაცულობა გექნება ღვთისაგან. ეს მცნებაშიც გვიწერია, რომ 6 დღე ვიქმოდეთ საქმესა ჩვენსა, ხოლო დღე იგი მეშვიდე ვადიდოთ ღმერთი. და ამ სტილით, ამ რიტმით თუ ვიცხოვრებთ, ჩვენ საერთოდ სხვანაირი გავხდებით. ჩვენ ოქროს ხანა გამოცდილიერი ვართ. აი აღმაშენებლის, თამარის, რუსთაველის ეპოქაში ჩვენ უმაღლეს დონეს მივაღწიეთ ყველაფერში. ღვთისმეტყველებაში, პირველ რიგში ფილოსოფიაში, ეკონომიკაში, სამხედრო ძლიერებაში. 2 საუკუნე
ჩვენი ჯარები არ მარცხდებოდა, ჩვენი მომრები არაფერი არ იყო და არავინ არ იყო. როცა მაშინაც ირყეოდა მთელი მსოფლიო ირგვლივ, მაგრამ როდესაც შენ ძლიერი ხარ, როცა შენ ღმერთთან ერთად ცხოვრობ, ღმერთთან ერთად შრომობ, ანუ ცოცხალი ურთიერთობა გაქვს ღმერთთან, ეზიარები, ლოცულობ და მასთან ერთად ცხოვრობ, საერთოდ სხვა დონე ხარ. და შენ არ გირჩევნია, რომ უფრო ძლიერი იყო ვიდრე სუსტი, უფრო პროდუქტიული იყო ვიდრე, თქვა, გაღატაკებული, უფრო ჯანმრთელი იყო ვიდრე ავამტყოფი, სულიერათაც და ფიზიკურათაც. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ჩვენ სიხარულში და სიყვარულში ცხოვრება. თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად, აი ჟამთაღწერელი როგორც ამბობ, რატომ დავკარგეთ ოქროს ხანა ქართველებმა? იმიტომ, რომ ქართველებმა დაივიწყეს ღმერთი და ამ ქვეყნიურ შვება სიამეს მიცეს თავი. ესე იგი, ადამიანი იმიტომ კი ვერ იცლის, რომ დაკავებულია 1000 საქმეებით. არა, იმიტომ რომ ესე იგი შვება სიამე აქვს მას ცენტრში დაყენებული და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აი სწორედ მოციქულებივით მოვიქცეთ ჩვენ, რომ ჩვენ ესე იგი ყველაფერი მივატოვოთ, მივყვეთ ღმერთს და რამეს კი არ დავკარგავთ. ღმერთს შევიძენთ და ყველაფერი დიდ სიკეთეს ამ ქვეყანას. დიდი მადლობა. ამალუკა დიდი ხომში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი გვესაუბრებდა.